ვიცი რომ ვაჟა-ფშაველა ძალიან ახლობლობდა და მეგობრობდა კობიაშვილებთან. დიახ. ამის შესახებ ცოტა ამოწურავად რო გვიპასუხოთ. ხო, იცით აი ასეთი არსებობს წიგნი კაიყმა, კაიყმა თვითონ ვაჟა-ფშაველა და მასზე მოგონებები არსებობს და ერთ-ერთი მომგონებელი არის დავით კობიაშვილი. ვაჟა-ფშაველას უახლოესი მეგობარი ყოფილა დავით კობიაშვილი. აი ესეთი ამბავი აქვს გახსენებული დავით კობიაშვილს, რომ ერთხელ სოკოს საკრეფად წავედითო მე და ვაჟა-ფშაველა ტყეშიო და ვაჟა გაუყვა ბილიკებს გაუყვა და დავიკარგეთო გზაში ავწდით ერთმანეთს. მე დავიწყე ვაჟას ძებნა და რომ მოვბრუნდი პატარა ფერდობზე იჯდაო. ხან იჯდა ხან იდგა, აიღებდა თავის ქუდს დაახეთქებდა მიწაზე, ჩხუბობდა, ბრაზობდა და რო ვკითხე კაცო ვის ელაპარაკები ხო არ გაგიჟდიო მე გავგიჟდიო აბა გახედეო ტყეშიო წიფლები ერთად მუხები ერთად რცხილები ერთადო გვარისა და სახეობების მიხედვით დაალაგებულან და ერთმანეთის ფესვს არ წყდებიანო და ის და ჩვენ რა დაგვემართაო ქართველებს რომ აი ეს ფესვი გაწყვეტილი გქონდეს და აი ზუსტად თქვენს გადაცემას ვისი გორისახარ დავით კობიაშვილის ეს მოგონება მე ვფიქრობ რომ ძალიან მოუხდება ვაჟას აი ამ დავით კობიაშვილისთვის როგორც ვახტანგ რაზიკაშვილი ვაჟას შვილი იხსენებს თავისი გორდაუჩუქებია